რამდენიმე საათიანი რიგი საქართველოში აღმოჩენილი პრექრისტიანული ექსპონატების სანახავად, რომში ქართული გამოფენა სახელწოდებით ოქროს საწმისი გაიხსნა. საქართველოში აღმოჩენილ ბრინჯაოსა და ოქროს უნიკალურ ნაკეთობებს, რომლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეორე და პირველი ათასწლეულებით თარიღდება, დაახლოებით 9 მილიონამდე ევროპელი დაამთვალიერებელი ნახავს. საგამოფენო ექსპონატები უკვე დაათვალიერეს იტალიის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებმა, ვატიკანის დელეგაციამ, იტალიის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ევროპულმა არისტოკრატიამ, მათ შორის ლუქსემბურგის პრინცმა ფელიქსმა. გამოფენა საქართველოს კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ გახსნა და ის 5 თებერვლამდე გასტანს. უამრავი ადამიანია მოსული, ძალიან დიდი ინტერესია და დღევანდელი გამოფენით ყველა დარწმუნდება, რომ საქართველო არის უძველესი კულტურის ქვეყანა, საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა და საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად ეკუთვნის და იმსახურებს ადგილს ევროპაში. საუკეთესო თუ რამე შექმნილა საქართველოს ისტორიაში შექმნილა მაშინ, როცა საქართველო იყო თავისუფალი, იმიტომ რომ სწორედ თავისუფლების დროს ხდება ერის საუკეთესო ძალების კონსოლიდაცია, ერის კრეატიული ენერგიების კონსოლიდაცია და თავისუფლების გარეშე არ იქნება არაფერი ღირებული. შემოვიტანეთ უკვე ის ნიმუშებით, რომელიც არასდროს არ იყო წარმოდგენილი, მათ შორის მასალები მესხეთიდან. ეს არის მართლა უნიკალური დისკოები, რომელიც იყო ჩვენ საცავებში და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვაჩვენებთ არა მარტო ჩვენ ანტიკურ კულტურას და კოლხეთს, არამედ ვაჩვენებთ, რომ საქართველო იყო მაღალგანვითარებული კოლხეთამდე. აღფრთოვანებას ვერ ვფარავ, თითქმის წარმოუდგენელია ნივთები, რომლებსაც აქ ვხედავთ პრექრისტიანული ეპოქისა. ეს გამოფენა ადასტურებს, რომ საქართველო მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანა.